თქვენი არ ვიცი, მაგრამ დღეს საუკეთესო ხასიათზე ვარ. გამარჯობა, მისტერ მაქს. გამარჯობა, ჩაკ. და სად არის ჩემი გამარჯობა? უჩინარი ვარ? გამარჯობა, ადმინისტრატორო მენდი. სწრაფად გაიარეთ. დღეს ჩვენ გვაქვს გადაწყობა. არ შემაწუხოთ. გადაწყობა? კამპუსში? რატომ? ყველაფერი თავის ადგილზე არ გვაქვს? სად უნდა წავიღოთ მაგიდა? მაგიდა არის ახალი სტუდენტისთვის. კარგი, გავიგებ. მაქს, შენ არ უნდა მიანდო შენი მაგიდა ამ იდიოტებს, აუცილებლად დაგიმტრევენ. როგორც ჩანს, რაღაც გამოგრჩა გოგოებო. აქ მართლა რა ხდება? დაწვრილებით აგიხსნით. დღეს გვეყოლება ახალი სტუდენტები. ხო, ბევრი ახალი სტუდენტი გვეყოლება. ნორმალურად დაიჭირე, ბიჭო. მე რას ვაკეთებ? შენ თავს მიხედე რა. დაგ, სად მიგაქვთ ეგ? თქვენ გითხარით, რომ საკლასო ოთახში წაგვეღო, მერხებს გულისხმობდი. დააბრუნეთ მანეკენი სპორტდარბაზში. ამ სკოლაში ყველა გიждდება. იფიქრო, რომ კამპუსში პრემიერ-მინისტრი მოდის. რაში გჭირდება ახალი სტუდენტები? იხარიათ ახალი სტუდენტი რომ გვეყოლება კამპუსში? ძალიან ბედნიერები ვართ. გამარჯობა ყველას. აი ბუშტო, აიღე ჩონჩხი და რატომ მე? აი დილანმა წაიღოს. არ წავიღებ მე. გუფი, მიდი შენ წაიღე. კარგი, არაა პრობლემა. მოიცადე ბატონო ზავრო, ეს შენთვისაა. მე არ მჭირდება ისინი, წავიკითხე ჟურნალები. მე გითხარი, წაიკითხეთ ხო ისინი? წაიღე ისინი ბიბლიოთეკაში. კარგი. გამარჯობა. კარგი, წავედით. შევუდგეთ საქმეს. ნაის, გაიგე. დღეს ახალი სტუდენტები მოდიან, ხო? იმედი მაქვს, რომ ვინმეს გავიცნობ. გაჩუმდი. გესმის? ინ, რასაკეთებ აქ? გამარჯობა ბიჭებო. მე ვემალები მისტერ მაქს. მაგრამ რატომ? რა გააკეთე? არაფერი, დღეს კამპუსი აბსოლუტურ არეულობაშია. შეგიძლია აქვიხსნა რა ხდება ინ? მისტერ მაქსი დღეს ახალ სტუდენტებს ხვდება. მან გადაწყვიტა გადაწყობა. ის გვაიძულებს გადავიტანოთ მერხები და სხვა ნივთები, მაგრამ მე არ ვარ სულელი, არაფრის გადატანას არ ვაპირებ. გასაგებია. წავიდეთ კამილ. არა, არ წავალთ ნაის. მაქსი დაგვინახავს და რაღაცეებს გადაგვატანინებს. ხო, მშვენიერია. ერთად დავიმალოთ. რას უყურებ ნაის? წადი და დაეხმარე ყველას, ლუზერო. ინ, ვინ გასწავლა ასეთი სიტყვები? ლუზერი, ცუდი სიტყვაა. ჰა? ბოდიში ნაის, არ ვიცოდი. ნუდლი გინდა? მინდა, მეც მინდა ნუდლსი. აბა, დღეს ახალი სტუდენტები მოდიან კამპუსში. მოდი, სათანადოდ მივესალმოთ მათ. იმედია, ერთი მაინც იქნება ბეისბოლისტი. პარტნიორი მჭირდება. მე უკვე გითხარი, რომ შენ კალათბურთელი ხარ და არა ბეისბოლის მოთამაშე. პარტნიორი მოუნდა. შეწყვიტე ჩემზე ბატონობა, ბენს, ბოსი. ჰეი, თუ ბეისბოლის თამაშს აპირებ, ახლავე წადი ჩვენი გუნდიდან. ჯობია შენს მაგივრად გოგო მივიღოთ გუნდში. სწორედ თქვა დენსმა, ჯობია გოგო მივიღოთ გუნდში. რასაკეთებთ ბიჭებო? მე ვარ მოცეკვავე, ბეისბოლისტი და კალათბურთელი ბიჭუნა. მე შემიძლია ცეკვა. მე ვიცი ჯოხის გამოყენება. დაივიწყე ყველაფერი კალათბურთის გარდა მეთქი. რა ჯანდაბა? ეხლა არ თქვა რომ შენ ფრენბურთელიც გახდი. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა გოგონებო. გოგოებო, ახლები ჯერ არ მოსულან? უკეთესი იქნება რომ საერთოდ არც მოვიდნენ. მაგრამ რატომ ლოლა? იმიტომ რომ მოვლენ და დაიწყებენ თავის გამოჩენა. ძვირფასო დენს, ჩემო ბენს, თუ გოგოები იქნებიან, იმედია არ შეხედავთ მათ. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ შენ გიყურებ. ნუ მარცხენ ბენს. გამარჯობა ბიჭებო. მე ვეძებ მისტერ მაქს. შეგიძლიათ მითხრათ სად ვიპოვო ის? კარგი, მე ვარ მისტერ მაქსი. სას
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისტერ მაქს. მე ახალი სტუდენტი ვარ. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სტუდენტები. წადი და იპოვე ახლა სხვა სკოლა. ჩაო, კაკაო. მასწავლებელო მაქს. სულელო, გაიციე, მეძიზღება ეს ჩონჩხი. გუფი, შეწყვიტე ჩონჩხის ჩახუტება. გადააგდე სადმე. არ შემიძლია. ეს მისტერ მაქსის ჩონჩხია. თუ მე მას გავტეხავ, მაშინ მისტერ მაქსი მე დამამდრევს. როდის მოვლენ სახლები, მინდა შევხვდე მათ და ვაჩვენო, ვინ არის ნამდვილი მამა ამ კამპუსში. მოდით შევთანხმდეთ, მეგობრებო, ჩვენ არ მივიღებთ ახალწეულებს. საუკეთესო ვაკანსია დაიხურა. თქვენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ? რას გულისხმობ? აი რას გულისხმობ? მოგწონ ვარ? ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორი ბიჭები მოგწონს შენ. ჩვეულებრივი, ლამაზი ბიჭები სათვალეებში. სათვალის ტარება ნიშნავს ჭკუას. მართალია ვარ ბუშტო? რა ვიცი, შეიძლება. შენზე ვლაპარაკობ, რომ იცოდე. როგორც ჩანს, მე ვიპოვე ჩემი სიყვარული. სიმპათიური, ხვეული თმით, ატარებს სათვალეს. მას უჭირავს წიგნები. ის ჩემი ოცნება. გამარჯობა, მე აქ ახალი ვარ. ჩემი სახელია ფრეში. ფრეში. Yo, fresh. Freshi, რა საშინელი სახელია. მაპატიეთ, ვერ გავიგე. ჰა, ის ყრუა. Hey, fresh. შენ იცი ვინ ვართ ჩვენ? მაგარი ბიჭები უნდა იყოთ. ერთგვარი განგსტერები. მართალი ხარ. ფრთხილად იყავი ჩვენთან. ჯობია წახვიდი აქედან, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია სიარული. ეს ერთგვარი ხუმრობა იყო, არა? ხუმრობა. აი ესეც, ახალი სტუდენტი იყო და ეგონა რომ ხუმრობდით. ხედავ, რა ვუყოთ ახლა მას? ბოდიში ბიჭებო, გონი არასწორ სკოლაში მოვედი. ალბათ გადავალ აქედან. ო, წადი აქედან, fresh. ნებისმიერ დამართნოდა, ვინც ხვირს ჩაყოფს პირველ გუნდში. შეწყვეტე ჩემი შეურაცხყოფა. ეს სისულელეა. გამარჯობა მენდი. ჰეი, 4 თვალა. რაში გჭირდება სათვალეები? ოდიში, არ ვაპირებდი. გოგოებო, ახალ ბედა მოდის. გამარჯობა გოგოებო, მე ახალი ვარ კამპუსში. ოლივია, ჩვენ ვიცით რომ თქვენ აქ ახალი ხართ. ნუ იქნები თუ ხეშები მის მიმართ, თქვენ ხომ ქალბატონები ვართ. მე ვარ ამინა, მილანა, მე ვარ სტეფი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი კამპუსი. წარმატებებს გისურვებ. უნდა წავიდეთ და თქვენ განაგდეთ მეგობრების ძებნა. თუ იპოვი, უბრალოდ იყვირე. უცნაურები. ჩვენ გავიგეთ რაც თქვით. უცნაური შენ ხარ. ვა, შეხედე კამპუსში რა ფეხები დააბიჯებს. აქ ახალი ხარ პატარაო? მე შენი პატარა არ ვარ. გაიგე, პატარავ. ვაიმე, რა ჯიუტი ხარ? მე მომწონს თავხედი გოგონები. მაშ, რა გინდა ჩემგან? დაიმახსოვრე ჩემი სახელი პატარავ. მე ფაზლი ვარ. როცა ჩემს სახელს ჩაწერ ტელეფონში, დაიმახსოვრე და არ შეგეშალოს. გასაგებად რომ თქვათ, მე ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ კამპუსში და მე არ ვარ ლუზერი. სპორტებაში იატაკი გაწმინდე ფაზლ. რა? წადი და შენ თვითონ გაასუფთავე. ფაზლი ისევ პრობლემებს იწვევს. დილან, მომეცი ტელეფონი, უნდა დავურეკო მისტერ მაქს. არავისთან დარეკვა არ არის საჭირო. მე დაგეხმარები იატაკის მოწმენდაში, იმიტომ რომ უბრალოდ კეთილი ბიჭი ვარ. მე ყოველთვის ვეხმარები ყველას კამპუსში. წადი და აიღე, კარადაში დევს. მე პირადად დავწმუნდები. წავიდეთ ბიჭებო. კარგი, მე თვითონ ავიღებ. მიდი, ჩაიწერე ახლა ჩემი ნომერი. შანსი არაა, ფაზლ.
კარგი, 1, 2, 3, 4, 5, ჩვენ გვჭირდება კიდევ 10 საკიდი ახალი სტუდენტებისთვის. მე უკვე ჩავწერე. მეგობრებო, ეს ჩვენი ახალი სტუდენტია და რატომ ტირის იგი? ალბათ ის გოგონებმა არ მიიღეს თბილად. სულაც არ არის სასაცილო. ჰეი, რატომ ტირი? ვინ გაწყენინა? პირველივე დღეს გამაგდეს კამპუსიდან. ვერ გავიგე, ვინ გაგაგდო კამპუსიდან? მისტერ მაქსმა მან მითხრა, რომ სხვა სკოლა ვიპოვო. რატომ გააძევეთ იგი კამპუსიდან, მისტერ მაქს? კამპუსიდან არავინ გამიძევებია. არასდროს მინახავს იგი. როგორია ის ბიჭი, რომელმაც შენ გაგაძევა? ქერა ბიჭი, ვარდისფერი ყურებით. ის ისეთი უხეში იყო. როგორ ჩანს ეს იყო დენსი. სერიოზულად ამბობ ჩააკ? დარწმუნებული ვარ, მაქს, ჩემს ოფიცრის სიტყვას ვფიცავ. შენ გონია სულელი ვარ ჩაკ? რა თქმა უნდა მივხვდი, რომ ეს იყო დენსი. წადი და დასაჯე დენსი, მაქს. ჩაკეტე იქ ტუალეტში. ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. თვალი ადევნეთ ჩვენ სახლს და დააკლიკეთ ზარის ღილაკს. შევხვდებით. შეწყვიტე ტირილი, მე უკვე მომბეზრდა, ახალ ბედა. I wanna say something, but you are all that I see.